ქორჭილა? არა. ქორჭილა არ არის. აი ვინ არის? მოგესალმებით, როგორ ხართ? ხო ხართ ჯანზე, თემურა ხაზზე, მოსულები ვართ. თქვენთვის კარგად ცნობილ ტბაზე. დღეს მოსულები ვართ ახალი მოწყობილობით, ახალი ჯოხით, ახალი კოჭა, ყველაფერი იმენა ცოტა უფრო მძიმე მოწყობილობით ასე ვთქვათ. და რა ვიცი, დავიწყებთ ნელ-ნელა და გზადაგზა გაგაცნობთ ყველაფერს. მოკლედ, let's go. დავიწყოთ თევზაობა. ეს არის ჩემი ახალი ჯოხი Pure Lure Endvia Max. 3.5-დან 17 გრამამდე ზომაში არის 2 მეტრი და 51, ანუ ძალიან გრძელი ჯოხი არის. კოჭა არის ბიუჯეტური, დაივა Crossfire 2026 წელს, ანუ ახალი მოდელი არის, $40 ბიუჯეტური კოჭა არის და თავის ბიუჯეტში ჩემი აზრით ერთ-ერთი ულამაზესი არის. გვიყენია ჩებურაშკა, ეგრეთ წოდებული 4 გრამიანი ოფსეტური ნემსკავით და ასე შემდეგ და სუპერკონტინენტის პატარა სატყუარა. ამითი დავიწყებ და ნელ-ნელა შევცვლი და რაც გზადაგზა გაგაცნობ და გეტყვით ყველაფერს ამ მოწყობილობაზე. დავიწყებ. მე ამ ტბას ასე თუ ისე კარგად ვიცნობ, ხშირად დავდივარ ხოლმე აქ და რაღაცა როგორც ბევრი საქართველოში და თბილისის ზღვაზე ხშირად დადის ხოლმე, ისე ვარ მე ამ ტბაზე ასე ვთქვათ რა. ხო და ცოტა არ იყოს რა გული კი მეთან აღრევა იმის თვალსაზრისით რომ დაახლოებით ვიცი რა ზომის თევზი არის აქ, მაგრამ იმედს ვიტოვებ ბოლომდე რომ ამ ტბას აქვს კიდე თავთავისი საიდუმლოებები და იმედი მაქვს რომ იმენა აი ზომის რა კილოიანი ქორჭილები სადღაც არიან დამალულები და მელოდებიან მე. ოპა. ესეც პირველი თევზი. აი, ისე იგრძნობა გეგონება მონსტრი იყოს. ფრიქსიონიც კი ვერ აღთამაშა არა. ეგრევე ვიტყვი, ჯოხი ძალიან ინფორმატიული არის, აი, ყველაფერს კარგად გადმოსცემს, ახლა პირველი თევზი იყო და არაფერი ისეთი, მაგრამ რო ატარებ სატყუარას, აი, დაეცემა თუ არა ვოლფრამი ქვაზე, დუნკ ეგრევე ხმა აქვს და ანუ აღარ ველოდები ხოლმე იმას რა ქვია წნულის დაცემას ასე ვთქვათ და დაკიდებას პირდაპირ ხმით გრძნობ რომ სიო უკვე მიწაზე არის, აი ეგრევე მოკაჩავ რა, მაგრამ მისაჩვევი ვარ რა, ესეთ დიდ ჯოხებს არა ვარ მიჩვეული საერთოდ, აი ვაფშე იმენა ჩათვალე პირველად თევზაობო რა, აი პირველად თევზაობის დროს როგორც ვიყავი ხოლმე, ზუსტად ეგრე ვარ და ეს სროლაც და რაღაცა იმდენად კარგად არ გამომდის როგორც ეს პატარა ჯოხებზე. ჩემთვის ახლა როგორც ასეთი light მოწყობილობების მოყვარულისთვის ამ ხელა ჯოხს ის მინუსი აქვს, სატარებლად არის ბევრად უფრო რთული. ხა ეს არ არის travel ვერსია. მიჩვევის თემა რა, ჩემი აზრით საერთო ჯამში, ანუ უბრალოდ მიუჩვეველი ვარ დიდ ჯოხს და ეგ არის. დიდი არაფერი, მაგრამ იგრძნობა ჯოხში პატარა თევზიც კი. ამ ზომის ქორჭილები ახლა ამ ჯოხისთვის იმენა ლიფსიტა. რაც ყოველ შემთხვევაში დიდი ჯოხი მექნება ყოველი შემთხვევისთვის რა იცი რა შედაგჭირდეს ხვაზე ხარ და თუ ახლა ისეთი ვარიანტი არის რომ მაინდა-მაინც მარტო ამ ზომის ქორჭილებს დავიჭერ ამ ტბაზე, ამ ჯოხით ისევ ლაითი მირჩევნია რა თქმა უნდა. ჩარტყმა იყო. რაღაცა კაი დავსვით. რა კაი ქორჭილა.
შვენიალური. დაწყნა. გაიზომ, აბა გვაჩვენე თავი. ესეთი. გარბაჩი. თავს არ გვაჩვენებს, თორე გაიქნებოდა. მოცა პატარა დავიჭირეთ. როცა მოხვალთ ხოლმე სათევზაოდ. და ასე შემდეგ. ეს ყოველ შემთხვევაში ყურადღებით იყავით. რა იცი რას წააწყდა. ალბათ იცანით ეს ადგილი ხო? ნახოთ ერთი. იქნება რა. რაღაცა შეუგდეთ იმ მოწყობებში. ქორჭილა? არა. ქორჭილა არ არის. აი ვინ არის? მედი არ გადაწყვნიტავს. Так. ცოტა ხანი ჩავასუნთქო ჰაერი. დაწყნახტი. დიდი არ არის, მაგრამ ეგრევე შეახდა მომენტალურად. Yeah. There we go. ესეთი. ხარიყლაპიუსი. დავიჭირეთ ვობლერჩიკზე. Come on, swim already. Come on. There we go. There we go. Piece Whew. of sock. Yeah. Დავსვით ვინცხო. შნუროგი. Nice. ის არ იყო ვინც წინაზე დავიჭირეთ, მაგრამ სავარაუდოდ იმის შვილია. ვის დაიგარგი. ესეთ ადგილებში ძირითადად დგას, სადაც ეს მცენარეები, სადაც არის წყალმცენარეები, ზედაპირული შეუგდებდა თუ დგას, აი ჩავაგდე თუ არა, ეგრევე იმას აქნა. შეახტა. აი ეგეც ის ხოლმე რა. საინტერესო იყო. ჩვენერი ქორჭილიუსი. გაიზომის და ასე შემდეგ. მინა ამ გაიძვერას არ უნდა და რომ ამომეყრე. ესეთი გაიზომა, ნორმალური. დარტყმა კაი იყო. ჯერ კიდევ მისაჩვევი, ამ ძალიან მომწონს, აი ძალიან. კარგი არის, მაგრამ ნუ კონტრასტი პიზდეცი არის, იმიტომ რომ ანუ აი ხვდებით რამ ხელა სხვაობა არის პატარა სატყუარასა და დიდ სატყუარას შორის რა. დიდ სატყუარა ცოტა უფრო დიდ თევზებს იჭერს და ანუ პატარას ფილტრავს. მაგრამ უფრო იშვიათია თევზი, უფრო რთული დასაჭერია, წილი ტრალევალი. ასე რომ აი თუ თევზაობ და რაღაცა მოგიწევს გადაწყვეტვა რა, იმისი რომ ანუ აი დავდგე და დღეში 80 თევზი დავიჭირო, მაგრამ საშუალოდან პატარა ზომისკენ თუ მაქვს იმის თავი რომ რომ დავიჭირო
დიდი თევზი. აჰა. ზუსტად. δεν გადავწ. ოპ, მან არ შეძვრე ხო. აი გაიძრო არა და რა кайზომა იყო ტუჩი გაუხია მეთქი შეძვრება მეთქი და რა ვეკაჩავე იმენა. გასწორატო. просто იმან არ გასწორა რომ გაიძრო. კოჭაზე იმას ვიტყვი რომ მომწონს ძალიან ის რომ ასე თუ ისე ჩუმი არის რა. მაგრამ ანუ feedback-ის პონჩი და ინდიკაციის პონჩი ცუდი არის. იმ თვალსაზრისით რომ ანუ რო ეკაჩები არის ეხა დიდად ეკაჩება თევზი თუ არა იმას რა ქვია ანუ ფრიქციონს ერევა თუ არა ფრიქციონს თუ ვერ ერევა თუ რა ხდება საერთოდ რა. აჰა დავსვით. ახლა მოვათრევ. და არც თქვენ გესმით ხმა. და არც მე. ესეც ისევ კარგი ქორჭილიუსია. აბა. კი ბატონო, ტუჩს აქვს გამოდებული. აი ბატონო. სხვანაირად თუ არ გინდა, ესე გავაკეთოთ. ზომაში დიდი არ არის, ანუ დიდი ჯოხი რო არის და რაღაცა მაგის გამო შეგრძნება გრჩება ისეთი რომ დიდი რაღაცა ყავს ჩამოკიდებული ბოლოში, არ არის ეგრე რეალურად. სასიამოვნო, აი ძალიან სასიამოვნო არის ამ ჯოხით თევზის გამოყვანა. მივზანდით. აი ამ ხელა სატყუარაზე რა ჯდება. მოკლედ ნენელა ვამთავრებ, ძალიან კარგი თევზაობა და ძალიან კარგი დღე გამომივიდა. მართალია იმდენი თევზი ვერ დავიჭერე, როგორც ნანო ჯოხით ვაკეთებ ხოლმე ამას, უფრო დიდი სატყუარებს ვიყენებთ და უფრო ფილტრავთ ამ წვრილ და პატარა თევზს, ასე ვთქვათ. ხო, მისაჩვევი ვარ იმ ფაქტს, რომ ყოველ ჩაგდებაზე თევზს ვერ დაიჭერ, მაგრამ რასაც დაიჭერ, კარგი ზომის იქნება. რა ვიცი. ცოტა უკეთესი შედეგის დადებაც შეიძლებოდა დღეს, მაგრამ იქიდან გამომდინარე, რომ პირველად ვეჭიდავე ამ ზომის ჯოხს და რაღაცა, მაინც ვაყოფილი ვარ. დავხვეწავ ამ ყველაფერს და ნელ-ნელა შემოგთავაზებთ ხოლმე ცოტა ესეთი მძიმე სეტაპითაც ვიდეოებს. თქვენთან იყო ემიგრანტი მეთევზე და მომავალ ჩართვამდე. კარგად.